ვაშკაცებს ხელში ეჭიროთ გოგოსთვის მისათმევიათ მიზრდო თავს რომ გვახვევია მტერი დამოშურნე უგნური მოყვარე დახტუნავს ჭიხვინით ვიცი ბიჭებო რომ ბრძოლის ჭიუხებს მხოლოდ თქვენ დაიბროთ ქართული ჭიხვინით ვიცი ბიჭებო რომ ბრძოლის ჭიუხებს მხოლოდ თქვენ დაიბროთ ქართული ჭიხვინით ეს საქართველო თქვენთვის ვიჩუქნია მებრძოლო მამაცნობიჭებო ომში სასიკვდილოდ აღარ გვემედებით ჩვენო საჯიშებიჭებო ეს გოჩა გაბუგაიძია ქართული კაცი რომელიც იქნება სოხუმში იქ დრამატული თეატრის სცენაზე ჩვენი მასპინძელი ამ სიმღერით ეს გოჩა ჭაბუგაიძია ოქროს არწივი ჯილდოს მფლობელი რომელიც მოახდენს მედალს და ჯილდოების ცერემონიალს იქ საქართველოს ულამაზეს კუთხეში აფხაზეთში ქალაქ სოხუმში უმასპინძლებს გოჩა დიდი მადლობა ამ სიმღერისთვის შენს ტექსტის ავტორსაც მე ვიცი რომ 12 წლის იყო ის გოგონა როცა ეს ტექსტი დაწერა და როცა მან საკუთარი თვალით ნახა რა იყო სოხუმის ომი მადლობა იმ ქალბატონს მე არ ვიცი ახლა ის დიდი გოგო იქნება სახელდაგვარი მისი როგორ არის ესო უცილაური მადლობა ესო უცილაური მისი მუსიკა ის ბატონი გოჩას მუსიკა და აი ეს ბიჭები რომლებიც ახლა თქვენ ნახეთ ეკრანზე ჩემი თანამებრძოლები არიან ეს ის ბიჭები არიან რომლებიც ჩვენ შორის მაშინ ყველაზე უფროსები იყვნენ მე მათში ყველაზე პატარა ვიყავ მე მალიშა გახლავთ რუსთავის ბატალიონის ყველაზე პატარა მეომარი მოგესალმებით აუცილებლად გავაცილო გოჩა მადლობა ბიჭებო აი ესეთი ერისეული გოგისთვის ერისეული ვაშკაცული მეგობრობის და ჩვენ კიდევ შევხვდებით ხავთ ძვირფასო ტელემაყურებლები საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონიალი მეგა რიგით 26-ე აქ სატახტო ქალაქ მცხეთაში უკვე გაიხსნა წითელი ხალიჩით ჩვენ წარმოგიდგინეთ ის ხალხი რომლებიც წელს აქ ამ ცერემონიაზე წარადგენენ ჩვენს ქვეყანას და ძალიან კარგად იცით რომ ყოველთვის ამ 26 წლის განმავლობაში ერთი საფიცარი გვაქვს და ერთი ხოვნა გვაქვს ღმერთის მიმართ შემდეგი მეგა სოხუმში ჩაბატარებინოს იმიტომ რომ 26 წელიწადია ვეფერებით ამ ქვეყანას ვეფერებით იმ ადამიანებს ვინც
იქ სისხლი დავარო. და მხოლოდ სიტყვები აფხაზეთი საქართველოა არაფერს ნიშნავს. მხოლოდ სიტყვები არის. ბრძოლა, რომელსაც აქ აწარმოებენ ადამიანები, იმ ბრძოლის ნაწილია ავტომატის ჭერას რო არ მოითხოვს ხელში არც ხუმბარების სვენას. არა. ეს ბრძოლა აქ დღეს სცენაზე გრძელდება. დიახ, 26-ე მეგას პრემიის დაჯილდოების ცერემონია, სადაც საუკეთესო ქორეოგრაფები და ფოლკლორისტები შეიკრიბნენ, იქნება ის ბრძოლა, რასაც ქვია გაერთიანებული საქართველოსთვის ომი. ომი ის, რასაც დღეს ჩვენ აქ ვაწარმოებთ. რადგან ჩვენ ყველას ერთად საქართველო ვკივავთ. ხოდა მოდი აქ ცხეთიდან მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩემო ქართველო ემიგრანტები. მადლობას გადაგიხდით თქვენი ქართველობისთვის. სადაც ხართ იქი ქართველი. ჩვენ კი იმ დარბაზიდან, სადაც საქართველოს ყველა კუთხიდან სხედან ქართველები, მოგესალმებით და აი ამ ტაშს ძვირფასო ემიგრანტებო, და სატრაბახოდ ესეც ყოფნის, საამაყოდ ესეც ყოფნის და ყველა მთელი დედამიწის ყველა ქვეყანა შურდეს ჩვენი, იმიტომ რომ სოფლიოში საუკეთესო ერი, სოფლიოში ყველაზე მაგარი ერის შვილები ვართ, ყველაზე მაგარი ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ერთი რამ, გაჭიროების დროსაც, მოლხენის დროსაც, ყოველთვის მიუხედავად პრობლემისა, მაინც ერთად იდგეს იმ სახელმწიფოს გადასარჩენად, რომელსაც ქვია საქართველო. დიახ, ჩვენ შეიძლება ტაძრამდე მისასვლელი გზა სხვადასხვა გვაქვს, მაგრამ ტაძარი ერთი გვაქვს და ამ ტაძარს ქვია ქართული, მართლმადიდებლური საქართველო. და ეგ გაუმარჯოს ჩვენს ერთიან საქართველოს. აი ბრძოლას, რომელსაც ახლა ჩვენ ვაწარმოებთ ამ სცენიდან, მე მარტივად საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გავხსნი. ხო, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. ეს კიდევ ერთხელ გიმეორებ საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების მეგას 26-ე პრემიის გადაცემის ცერემონია. და დღევანდელი ჩვენი ღონისძიება, რომელიც დანიშნულ დროზე ადრე დაიწყო და ეს ალბათ კარგია, იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ერთი რამ გვეჩქარება, საქართველოს სიყვარული და საქართველოს მოფერება. მაშასე საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების ცერემონია მეგა გახსნილად გამოვიცხადებია. ერთადერთი სოლისტი, რომელიც დღევანდელ დაჯილდოების ცერემონიაზე იქნება წარმოდგენილი, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე დავდივართ, ვეძებთ. ჩვენ წარმოვადგენთ ჟურნალ ვარსკვლავი, ტელეკომპანია ვარსკვლავი იცით და ისიც იცით, რომ ტელეკომპანია ვარსკვლავი აწარმოებს დღევანდელი ღონისძიების ჩაწერას და მადლობა მთელს ჩვენს გუნდს სცენაზეც და კულისებშიც. მადლობა ამ ულამაზესი დარბაზის მესვეურეს, მადლობა მათ პერსონალს, მადლობა
პირველ ყოვლისა, რა თქმა უნდა, ქალბატონ შორენა არჯევანიძეს და მცხეთის მუნიციპალიტეტს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან ამ ღონისძიების თანაორგანიზატორები. იმიტომ რომ მათ ყველაზე კარგად იციან, რას ნიშნავს ქართულის დაფასება. მადლობა ქალბატონ შორენას, მადლობა ივიკო, მადლობა ლუკა, მადლობა გოგიტა, მადლობა მამუკა, მადლობა თენგო, მადლობა მეგი, მადლობა ჩვენს უმაღლეს ქალბატონებს და მადლობა იცით-ვის, მადლობა ხალხო თქვენ. იმიტომ რომ ზრდით ისეთ შვილებს, რომლებიც აქ ქართულად ცეკვავენ და ქართულად მღერიან. ზრდით ისეთ გოგოებს, დიდი ქალები რომ გაიზრდებიან და ვაჟები რომ შეუყვარდება და ისეთ პატარა ბიჭუნებს, ვაჟკაცები რომ გაიზარდებიან და ქალები რომ შეუყვარდებათ. აი ესეთი საქართველოა დღეს ამ სცენაზე და თქვენ შვილებს დავამარცხოთ. ქალს ქალურად, ვაჟს ვაჟურად. მადლობა მშობლებო დღეს ოჯახებს. და მადლობა ძვირფასო ხელმძღვანელებო, ქორეოგრაფებო. ხელმძღვანელებო, თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც მოგიწევთ დღეს აქ ჩემთან ერთად გამოსვლა და ბოლოს კიდევ ერთი ლამაზი სურპრიზი თქვენთვის იქნება. მე ვთქვი, რომ ერთი სოლისტი, რომელიც დღეს აქ ჩვენ შევარჩიეთ, ჩემი უსავალესი ადამიანია, პატარა გოგონა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს, პატარა გოგონა, რომელმაც მოხიბლა მთელი ჩვენი გუნდი, მაშინ, როცა მთელი ქვეყნის მასშტაბით დავდივართ სხვადასხვა პროექტებზე და ვაკვირდებით ადამიანებს. დიახ, ის დღევანდელი პირველი მეგას პირველი სტუმარია და ეს ულამაზესი ქალბატონი ბარბარა ქოქაშვილია და აპლოდისმენტები არ დაიშვა არავისთვის. დიდი მადლობა ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. დიდი მადლობა ყველა სიმღერისთვის, რასაც ჩვენ საქართველოს ყველა ტერიტორიაზე უმღერი ხოლმე ყველას ბავშვიდან დაწყებული უფროსი დამთავრებული. ეს სცენა შენთვის დამითმია, არ გეშინია? მე მოვწევ შენი თვალები, ბარბარა ქოქაშვილი. Chit mam tebe gashana
შენს პედაგოგს, შენს მშობლებს. მადლობა იმისთვის, რომ იზრდები ასეთი კარგი გოგო, ასეთი ღირსეული გოგო და კიდევ ერთხელ განმეორდები მთელ საქართველოს ვართავთ ხოლმე წრეებს ჩვენ და ყველგან კმაყოფილებით, ყველგან ტყაში გვხვდობიან და ნახე ეს ის გაერთიანებული საქართველოა, რომლისკენ ჩვენ ყველა ერთად მივიდვით. დიახ, ჩვენს ჯილდოს სწორედაც რომ გაერთიანებული საქართველოს კონტურები ამშვენებს. ეს არის საქართველო, ასევე მსახურები ჩვენ. ასევე მიღებულებით არც გამორებალის ჩვენს ხვისი არაფერი არ მინდა, მხოლოდ ჩვენსაც ვითხოვ და ამ პათოსით შენ ეს ჯილდო ჩაიბარე და ხო, შენ გულები აჯილდოების მუსიკა მოგონახება შემოუდგა ეს საკუთრად ჩვენგან და რა თქმა უნდა მადლობა ასეთი კარგი გალობისთვის. დიდი მადლობა და ბარბარე კონტროლაციონისტები. მაშინ როცა ჩვენ მეგას ყოველ ნაწილს ვარჩევდით, როგორც გითხარით, მთელ საქართველოში წლის განმავლობაში ვცდილობთ, რომ ყველა ქალაქში ყველა ღონისძიებაზე მოვხდეთ. და მეთანხმებიან ჩვენი ძვირფასი ქორეოგრაფები, ხელმძღვანელები, რომ ალბათ ნაკლებად თუ არსებობს ღონისძიება, სადაც ჩვენი ტელეკომპანია არ ჩადის ამ ფესტივალი, ალბათ ნაკლები და ცოტაა ასეთი. რამდენიმე თვის წინ მე მომიწია ახალციხეში ჩასვლა და ჩვენი გუნდი ჩავიდა იქ. სწორედ იქ ახალციხეში ვნახეთ მაშინ პირველად და შევაფასეთ ასე ახლოს ერთმანეთთან მუშაობით ეს ხალხი. დიახ, მე ისინი უკვე გამოვაცხადე, გაწითელ ხალიჩას და ახლა შეგახსენებთ, რომ ჩვენი პირველი სტუმარი ფოლკლორული ანსამბლი მეს ფოლკია, რომელიც 2019 წელს არის შექმნილი და აი ბევრი მუშაობა, რომელიც გასწია მეს ფოლკმა ამ წლების განმავლობაში იქ იმ სოლო კონცერტზე, სადაც მე მქონდა ბედნიერება, რომ მათი წამყვანი მრქმეოდა, ამისთვის რა თქმა უნდა მადლობა კიდევ ერთხელ ჟუჟულა კახაძეს, მე ვთქვი ეს ხალხი იმსახურებს ქვეყნის მთავარ სახელოვნებო პრემიას მეგა. ახლა მე თავდადო ჟუჟულა კახაძეს ხოსენაზე და უდაიშურებ ტაშ უცეთი ჩვენი ხელოვნური ღონისძიების სტუმრისთვის. მეტიც მასპინძელი ხარ ვიდრე სტუმარი, იმიტომ რომ დღეს ჩვენ ყველა მასპინძელი ვართ. იცით კიდევ რითი გამოირჩევა ძვირფასო ტელემაყურებელო ქართველი ხელოვანი ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს. ჟუჟუნაც, მისი კოლეგებიც, ქორეოგრაფებიც და სხვათა შორის მაყურებელიც. მოთმინების დიდი უნარით. ითმეს. მაგრამ ბოლოს თუ ყველაფერი კარგად არ იქნა, ამ მოთმინებას ერთხელაც იქნება აქედან აქ აუშვებს. აი აქ აშვებული ქართველის მოთმინება კიდე ბევრჯერ გინახავთ, ალბათ რასაც ნიშნავთ. 35 წელია ჩვენ ნორმალური სახელმწიფოს შექმნისთვის ვიბრძვით და ნელ-ნელა ამას ვაკეთებთ. ალბათ 40 წელი გჭირდება როგორც ჩვენს მეგობარებს, მაგრამ რა არ გაგვივლია? ბავშვებო, თქვენ არც კი იცით, 26 წლის მე მგონი დარბაზშიც არის ზოგიერთი, იცით რა გაგვივლია? 2 კილოვატიან გენერატორებზე ჩატარებული კონცერტები, 1 მიკროფონზე შექმნილი ღონისძიებები და ჩვენის თაობავად, რომელმაც ისწავლა პრობლემების დაძლევა, მასთან ბრძოლა, მასთან ომი და შესაბამისად ასე გაძლიერდა. დიახ, პრობლემებმა არ შეგაშინოთ, ხელები არ ჩამოყაროთ, ცხვირი არ ჩამოუშვათ და არასოდეს არ გეგონოთ, რომ რომელიმე კედლის განგრევა არ შეიძლება. ყველა კედელს გავანგრევთ, უბრალოდ ერთი რამე გახსოვდეთ, მოთმინებით, ცოდნით და სწავლით. ჩვენ 90-იანები ასე გავიზარდეთ და დარბაზში ბევრი 90-იანები და დავიდასტურებთ პრობლემება, ჩვენ გვასწავლას სიზმრები. აი ასეთებად გაიზარდეთ ყოველთვის, არ შეგაშინოთ არც ერთმა პრობლემამ. არ არსებობს დაუმსდეველი პრობლემა. ჟუჟულა, გთხოვ.
ისეთიკაში დაუკარით, როგორიც ეკუთვნის პირველ ლოკომოტივს გამისცეს და იმპოლანტის გამისცემს რაც აქ. მადლობა ჟუჟულა, ბავშვებო, ძალიან დიდი მადლობა ყველას სათითაოდ, მადლობა ჩამომბრძანებისთვის, ჩვენ კიდევ შევხვდებით და აი ეს მესხოლკი 2025 თქვენი სამადლობელია. ძალიან დიდი მადლობა. მესხეთიდან აჭარაში გადავდივართ. კავადონი, რომლის დამსახურებები მე ახლა ფუნქციაზე მაქვს ჩამოწერილი, იმდენია ხვალდილამდე ვერ მოვჩები ყველა რომ წავეკითხო. მაგრამ პირველ ყოვლისა მისი დამსახურება ის არის, რომ ღირსეული პედაგოგის სახელი გვია. დღეს 21 საუკუნის 20-იან წლებში გერქვას ღირსეული პედაგოგი ეს ადვილი საქმე არ არის, ბევრი აკრძალვის და ბევრი ნიუანსის გადავისწრება. ამიტომ მე ამ კავადონს დიდი მადლობა უნდა გადაუხადო თავისი ღირსეული პედაგოგებისთვის. და ის ანსამბლ ხალხების ხელმძღვანელი დამსახურებული პედაგოგის სტატუსის მქონე ბევრი თაობის ამგზელი კავადონი ეთერ ატარჩიძია, რომელიც ახლა მე მინდა სცენაზე მოვიხმო კავადონო ეთერ. ამოვისმენდების თანხებით შემომძანა შეტანილად და აბსოლუტურად მოგიხმო აი სიას, რომელიც ახლა მე ხელში მიჭირავს. სულ ფიქრობ და ერთი კითხვა პირველი რაც იქნება ის მებადება. ამდენს და ასე როგორ ართმევთ თავს? და აი ამდენ სოფელში შუახევიდან დაწყებული ბათუმი, აი ბევრი სოფელი, რომელსაც თქვენ ემსახურებთ. რა არის ეს თქვენთვის, როგორ ემსახურებით და რა გაძლევთ იმის мотиваციას, რომ აი ამდენ ბავშვებს ემსახურებთ? პირველ რიგში არის საქმისადმი სიყვარული და შემდეგ ბავშვები არ მაძლევენ იმის უფლებას, რომ გავჩერდეთ. აი ნახეთ როგორი მომენტა გამიგებული პასუხი იყო საქმისადმი სიყვარული და ბავშვები ალბათ мотиваციასაც იმატებენ ეს პირველ ყოვლისა, იმიტომ რომ ბავშვები ასე აღზრდილები არიან თავისი მშობლებიდან და თქვენიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ საქართველოს ხელოვნების და კულტურის აკადემიური დაჯილდოების მეგა ცერემონიალისგან ანსამბლი ჰანგები ხოთ ჩაიბარეთ თქვენი კულტურული მეგას პრემია და აი ეს ძალიან მძიმე კავადონეთე საჯგარი ცოტა და მე ახლა სურვილი მეკნება ეს ყველაფერი რაც ვისაუბრებ უბრალოდ სცენაზე დაგვიკითხოთ. თქვენ ამისთვის საერთოდ ბავშვებო კულისებში ხომ საერთოდ ამ ყველაფერისთვის.
ალბათ ნახევარველიც დააფიქსირებდა, რომ თემა, რომელიც ჩვენს დღევანდელ ღონისძიებას დებს აფხაზეთი. დიახ, აფხაზეთი საქართველოა და ეს ჩვენ ყველამ ერთად ვიცით. ყველა კომპოზიცია რაც შესრულდება, ეს იქნება სიმღერა თუ ცეკვა, აფხაზეთს ეწოდება. ის, რაც პირველად შესრულდა, აფხაზური ვარანდა იყო. ეს ხერტალოს ნადურია, ასე და სწორად მიწერია მეგობრებო. არ არის ეს ადვილად სამღერი და შესასრულებელი სიმღერა. ბავშვებო, ძალიან მაგრები ხართ, ძალიან კარგები ხართ და მადლობა თქვენ მშობლებს იმისთვის, რომ ასე ერთმანეთზე ლამაზები და ერთმანეთზე კარგები აგზავნათ და რა თქმა უნდა, ალბათ ეთერს ამისთვის მადლობა. დიდი მადლობა ამ ღირსეული თაობისთვის და ტაში გავაცნობ თუ შეიძლება ჩვენს მზიან აჭარაში ეს ანგელოზი გოგობიჭები. მადლობა. და ამ თემატური შესრულების თემატურად მომზადებული ადამიანი. გამოდონი, რომელიც ახლა მე უნდა გამოვაცხადო, ასეთ კომპოზიციას გვთავაზობს აფხაზეთის მიწაზე. ასე ქვია მას და ეს არის ანსამბლი ალავერდი და გამოდონი ნანა გასწრაძენი და მოიხოს სცენაზე. გამოდონო ნანა, თხოვთ. იუესალოდ და მადლობა გადაუხადოთ იმისთვის მოგზადით. ისე გამოდონოდა სანამ მოგესალმებით ყოველთვის მაინტერესებდა ჩონგურსა და ფანდურის შორის სხვაობა. ბევრჯერ და ბევრგან ვიკითხე, ჩონგურის სხვა, ფანდურის სხვა, ხო? ეს რომელია ჩონგური? ეს არის ფანდური, იმიტომ რომ სამსინია. ხმებით განსხვავდება. ესე იგი, ისეთ რის თქმა მინდა, რა მაგრები ვართ, რომ ყველა ინსტრუმენტს თავისი ჟღერადობა და თავისი ჟღერადობით სახელებიც კი სხვადასხვა. მადლობა თქვენ მომზადებისთვის, მადლობა ამ ბავშვებისთვის და სანამ ისინი მომზადებიან, თქვენს დაგითხოვთ სიტყვა. მადლობა დღევანდელი დღისთვის, მოწვევისთვის, გაწეული შრომისთვის და თითოეულ შემოსწავლეს მონდომებისთვის და შრომისთვის. მადლობა თქვენ. აი ეს მონდომება და შრომა ახლა გამოჩნდება აი აქ სცენაზე, რის შემდეგაც დაგაჯილდოვებთ იმ საჩუქრებით, რაც თქვენთვის კულისებში გვაქვს გამზადებული, იმიტომ რომ როგორც მივხვდი, მუშაობთ ბავშვებთან. მაშასე, სცენა თქვენია და ნანა გასრაძე ალავერთან ერთად. თხოვთ.
აფხაზეთის მიწაზე უკან არ დაუხევია არცეს. ბავშვებო, ყოველთვის ერთი რამ იცოდეთ და ყოველთვის ერთი რამ გახსოვდეთ. თქვენი მშობლები ხშირად მოგიყვებიან რა არის აფხაზეთი ჩვენთვის, რა არის ჩვენთვის საქართველო და რა არის ჩვენთვის სოხუმი, რა არის აი ეს დროშა, რომელსაც შეიძლება ბევრმა არც იცით, სამფეროვანი დროშა. დავდორნარად ამ სიმღერისთვის უდიდესი მადლობა და გთხოვთ აი ეს თქვენი კუთვნილი ჯილდოები ამ ტაჟის დამღები ამ სიმღერის შესრულებისთვის. ალავერ გობაზე მინდა მოგილოცოთ იქ სოხუმში დაბრუნება და პირობა ავიღოთ თქვენთან. აუცილებლად სოხუმის დრამატული თეატრის სცენაზე ამ სიმღერას აი ჩემ ბიჭებთან ერთად შეასრულებ. აი მეომრებთან ერთად, რომლებიც გიყურებენ და იმედიანად არიან, რომ არაფერი ცუდად არ არის საქართველოში, რადგან არსებობს